სანდრო რაქვიაშვილის შემოგვიერთდა გირჩიდან საღამოშტობის მადლობა სანდრო რომ მოხვედით. მოდით თქვენი შეფასებაც მოვისმინოთ აი ამ ამბავთან დაკავშირებით, რამდენად შესაძლებელი იყო რომ მართლაც მომხდარიყო ქიმიური იარაღის გამოყენება აი ამ ზოგადად ეს ქიმიური იარაღის ამბავი გასაგებია რომ რაც კლიკბეიტს ძახიან რომ ეს ჟღერს და არ მგონია რომ ეს თქვა პირდაპირ გაგებით ასე იყო გაგებული, მაგრამ მიუხედავად რომ სასაცილო გამოიყურება, აგერ გომელაურმა დაამტკიცა რომ ნაცებს ჰქონდათო და გამოდის რომ ნაცებს ჰქონდა შეიძლება კოცებსაც ჰქონდათ. ამიტომ მიუხედავად ის მე საერთოდ არასერიოზულად დაღვექო ეს ამბავი. აგერ გომელაურის განცხადების შემდეგ, რომელიც როგორც მგონი მედმა გაავრცელა, გამოდის რომ ქართული ოცნების მხარეს არის მტკიცებულება, რომ ასე ვთქვათ, ეს ქიმიური იარაღი თუ რაც არის პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს და მაშინ ეს ქიმიური იარაღი ხალხს ხოცავდა. არა, ნუ რაც არ უნდა იყოს, ანუ მე მეგონა რომ ეს არასერიოზულია, რადგან გომელაური ამას ადასტურებს და თვითონ იმედმაც გაავრცელა ეს, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს რაღაც ნივთიერებები არსებობდა. და მეგონია ახლა ამ მომენტი ნაწყებული, ასე ვთქვათ, შევწდია თუ არასერიოზულ ასე ვთქვათ შეფასებებში და მიუხედავად რომ სტატია შეიძლება ძალიან არაკომპეტენტურად გამოიყურება, მაგრამ ნუ თვითონ გომელაური აღიარებს ამ შემთხვევაში და მეორე, რაც უფრო საინტერესოა, რომ ახლა BBC-ს რო შეიძლება რაღაც არასწორი რეპორტაჟი გააკეთეს, ცნობილი ამბავია, მაგრამ როცა კეზერაშვილს აკეთებდა, მაშინ ქართული ოცნება ეწონებდა და როცა ქართულ მედიას ზუდავდა BBC-ს გამოწვევა არის მაინც კერძო პირი. კეზერაშვილის დაზიანდება საქართველოს ინტერესებით, ხო სანდრო? ტელევიზიის შეფასება რო ხდებოდა, როცა აწყობდა ქართულ ოცნებას, მაშინ ენდობოდნენ რესპონდენტები, ვინც ამ ფილმში მონაწილეობენ, მიუხედავად იმისა, რომ შენ ქართული ოცნება შეიძლება არ გიყვარდეს, ეს ცდება ქართული ოცნების იქითაც გადის, ხო? ეს ფილმი აზიანებს მთლიანად საქართველოს თუ არა? როგორც ახლა სირიას ქონდა ქიმიური იარაღი, ერაყს და ნუ საქართველოს გამოდის ამ ლოგიკით. უბრალოდ მე ხო არ მიაღიარებინა გომელაურმა აღიარა, ანუ მე უბრალოდ არ მესმის ეს. გომელაურმა ის ხო არ აღიარა, ჩვენ ამას ვიყენებდით ხალხის დასაშლელად. ნუ არის ქიმიური იარაღის ნაცების დროს რა იყო, სხვა არის, მაგრამ გამოიყენებს ქიმიური იარაღი შეიძლება იყოს. სიტყვების სცენარში გაერკვევას დიდი ალბათობით, რომ სიტყვების რაღაც ისეთი თამაშია და ასე შემდეგ და არ მგონია რომ ამას მე განსაკუთრებული გამოძიება მოყვა ეს უბრალოდ რაღაც შედეგები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ დღევანდელი მოცემულად რაც ვიცით, გომელაური ამტკიცებს, რომ რაც BBC-მ თქვაო, ის ნივთიერები გქონდაო. უბრალოდ ჩვენ არ ვიყენებდითო და ეს ხო უკვე ქიმიური იარაღის მარაგების გამო ერაყში დაიწყეს ომი ამერიკელებმა. ყოფილი პარლამენტის წევრი ხართ და იარაღის ტარების უფლება დღესაც გაქვთ. ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ ამ იარაღს გამოიყენებთ, ხო? შეიძლება ბევრი რამე გქონდეს. ეს არ ნიშნავს, საერთოდ მართლა არაფერი, მე თითქმის ყველა მიტინგზე ვიყავი და მრავალი საათი მაქვს ის გაზის ნასუნთქი და სასიამოვნო არაფერი არის, მაგრამ აი ვინ ცხოვრობდა რუსთაველზე, ხო დღეების უნთქავდა დღე და ღამე და ზოგადად არაფერი კარგი ამაში ზოგადად არ იყო. არც მასშტაბი ამ გაზის გამოყენების და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა თუ ქონდა ეს მარაგი და ამბობ რომ ქიმიური იარაღის მარაგი ქონდა და არასერიოზულად კი გამოიყურება, მაგრამ გამაცდილი შეიძლება მტერთან გამოიყენებოდა და ჭირდებოდა ეს ქვეყანას, ხო? ეს ქვეყანა ომი დაიწყეს ერაყში ქიმიური იარაღის მარაგების გამო. ერაყზე არ გეუბნებით, მე რუსთაველზე გეუბნებით. ჩვენ სამყაროში ქიმიური იარაღის შენახვაც კი დასჭადია. ამიტომ ეს დიდი ალბათობით უბრალოდ რაღაც ქიმიკატები იქნება, რომელიც შეიძლება სხვადასხვა რაღაცა შედიოდეს, მათ შორის სენსორსა და უნგანში და შემდეგ, მაგრამ ეს ჩემი გასარჩევი და დასაკეთებელი არის. ამას რატო გარჩევენ? ამას რატო გარჩევენ? თუ ეს ტყუილია და შენ როგორც რესპონდენტი იმის გამო რომ გძულს ხელისუფლება, ეს ამბავი გაგაქვს საერთაშორისო დონეზე. ეს ქვეყნისთვის ტრული არ არის ეს განცხადებები? ნუ გასაგებია რომ ეს ქვეყნის კარგი არის, მაგრამ აქ უბრალოდ მე ის მეინტერესებს თუ გომელაური ამტკიცებს, ესე იგი ვიღაცა შეიძლება ინფორმაცია ქონდა რომ რაღაც გაზი რაღაც არსებობდა თუ ნივთიერებები და ამიტომ ეხლა ვიღაცამ რაღაც ტყუილი რო თქვა, ეხლა ნუ შეიძლება ცუდი იყოს რომ დამტკიცდეს რომ ტყუილია, მაგრამ ამ შემთხვევაში მთელი მე მარტო გამიკვირდა იმდენად არასერიოზულად გამოიყურებოდა რომ მე სიცილის გარდა არანაირი რეაქცია არ მქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში გომელაური გამოვიდა თქვა რომ კიო ქონდა ასეთი მარაგები, ოდესღაც ქონდა, ნიშნავს რომ შეიძლება ეხლაც ქონდეს. და ეს უკვე შენზე არის მტკიცებულების ტვირთი. შეიძლებაზე არა, შეხედეთ სანდრო შეიძლება მე მტკიცებულების ტვირთი ვიზია, მე ხო არ შემიძლია შევამოწმო, თვითონ და დაამტკიცოს. მტკიცებულება იმათაც ხო აქვს, ვინც ამ განცხადებას აკეთებს. არა, ისინი შეიძლება თავიდან ბოლომდე ტყუილი იყოს, მე ხო ამას არ ვამბობ. BBC შეიძლება დაადადაშაულოს რამდენჯერ მოუწყოებია და რამდენჯერ ეს გაუკეთებია არასწორი რეპორტაჟები. მოსთავთ კეზერაშვილმა მოუგო სასამართლო კაცო BBC-ს, მაგრამ საბოლოო ჯამში ამაზე არ დადის საუბარი. და რატო არის გახარებული ოპოზიცია მაშინ?
ნუ ხა თეორიულად თუ დამტკიცდა რომ ჩვენ ქიმიური იარაღი გვაქვს, რა ვიცი, სირიის იმედი თუ არა, ბედი თუ არა, რაღაც ძალიან ცუდი მომავალი გვერდის, ამიტომ მე მგონი ვიღაცა შეიძლება გაუხარდეს რომ ხელისუფლება ნახდათ შეიძლება თუ ქიმიური იარაღი დამტკიცდა, მაგრამ ნუ ხა რატომ უნდა უხარდეს ოპოზიციის ნაწილს რომ თუ არ დადასტურდა, მაშინ რა ხდება მეორე პასუხისმგებლობა? მე მგონი არაფერი არ დადასტურდება, ზოგადად ჩვენ ცხოვრობთ რაღაც ერთდღიანი ნიუსებით, 2-3 დღე ყვირილი აიწევა, 2 დღე ყვიროდნენ ალეკოლისაშვილზე, მანამდე რაღაც დამხობა ხდებოდა, მანამდე კიდე რაღაც მეგობარი აქტი, ნუ შეიძლება ზოგი მეგობარი აქტნარი 5 ჯერ იყვეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველას ავიწყდება. სულ რაღაც 2 კვირის წინ გაათლების რეფორმაზე იყო საუბარი, რომ რაც უდია და ასე შემდეგ, მაგრამ არც ერთი ინფორმაცია ბოლომდე არ მიდის, არც ერთი თემა, რომელიც ლეგიტიმურია თუ არ არის ლეგიტიმური, მნიშვნელობა არ აქვს, რომელიც ასე თქვა ყურადღების ობიექტი ხდება, არ მიდის, არ აქვს ლოგიკური ფინიში. ანუ რაღაცნაირად მიიყვანო ბოლომდე ხალხი გააგებინო რა მოხდა, ცუდია, კარგია და შემდეგ და მე მგონი ამ თემასაც იგივე ბედიელი საბოლოო ჯამში რაღაც იყვირიანი დამშვიდებიან, მაგრამ თეორიულად ეხლა უბრალოდ ისეთი რაღაც აღიარება გააკეთა გომელაურმა რომ ოკეი მე მეგონა რომ ძალიან სასაცილოა, მაგრამ მე მგონი მტკიცებულების სტრუქტურა ქართულ ოცნებაზე. გასაგებია. ასევე მეორე საკითხი ელისაშვილის თქვენს ახსენეთ. ალეკო ელისაშვილის ქმედება საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობა ზოგიერთი ოპოზიციონერისთვის და მედია საშუალების მხრიდან ეს შეფასდა როგორც პატრიოტულ მოტივებზე ჩადენილი ქმედება. თქვენ როგორ უყურებთ ამ ქმედებას? არა, მე ორი ახსნა მაგან ძალიან სერიოზული რაღაც ფსიქიკური აშლილობა ან ქართულოსთან შეთანხმებული ქმედება, რომ უბრალოდ სხვანაირად არის ხსნა, მე არც ლოგიკური ახსნა ამის ვერ მოვიდა. ქართულოსთან რომ მრავალწლიანი პატიმრობა თუ დაუღირდეს? აი, როგორ დავიჯერო, რომ ადამიანი თავისნებით ამას ფანერ შინაარსი არა, კანცელარია, წაიღო პისტოლეტი თან, რა შეჭირდება ის რა ქვია, რაღაც გადაიცვა, გადმოიცვა. მე უბრალოდ ერთი რაც გამოვიტანი ამ ყველაფრიდან არის ის, რომ თელ ქალაქში კამერებია დაყენებული და ერთი ნაბიჯი შეიძლება გადადგა რომ კამერა არ გადაგიხოს. ეს სრული ტოტალური ეს ხო იქნება გამოძიება. არა, უკვე ხო დადეს ვიდეო და ანუ ისეთ ტყეში დამშენებლობებზე აყენია კამერები, როგორც ამ ქალაქში ვერ დაიმალები, საერთოდ ყველა გითვალთვალებს სუსი სადაც გინდა. ნუ ეს ჩანს ნამდვილად ამ ყველაფრიდან და დანარჩენი უბრალოდ ხო აბსურდს აქვს, ადგილი რა კანცლერს შინაარსი აქვს. ან რო გადაწვა ბენზინს ვინიყენე ბენზინს ცუდი ამისთვის ასარჩევი ბოლომდე ვერ მივიყვანეო ბენზინს ნაცვლად რაღაც ესა ნავთი უნდა დაასხა რაღაც სხვა წესიად რო იწვის ისეთ რაღაც უნდა აიღო მე რაღა მანდატურ საჩხუბები მოუკიდე რაც დაასხე და ანუ ცეცხლი გაჩნდება გაქცევის შანსი უფრო მაღალი ანუ რაღაც ოდნავ რომ რაღაც სახიაზრი დაატანო რომელიმე ეტაპზე ყველგან არასწორად მოიქცა ადამიანი აბსურდულია მიზანი გაურკვეველია ორი კვირის წინ არჩევნებში უნდა მივიღო და რადიკალიზმი არ გვინდაო თბილისზე გამოგვიჯოთო და ეხლა მიდი და ეხლა რაღაც უნდა დავწვა სასამართლო შენობაო ეს იმხელა აბსურდია რომ მე ამჯერა რომ ადამიანები ბუნებრივად ნორმალურ გარემოში ასეთ აბსურდს ჩაიდგნენ. ყოველ შემთხვევაში მისი თქვა პარტიიდან თუ რაც ქვია იმას ლელოს მიუხედავად იმისა რომ ერთი განცხადება გავრცელდა რომ ეს არ მოგწონსო თვითონ ეს ქმედებაო მეორე კომენტარებს რასაც ვისმენთ და ზოგიერთი მედია საშუალებიდან რაც გითხარით რომ აი ალეკო ელისაშვილის პატრიოტიზმზე საუბრობენ რომ ამით უნდათ რომ ხელისუფლებას რაღაცა ძალა გამოაცალონ რას ემსახურება ეს განცხადებები მე ზოგადად მგონია რომ დიდი ხანია ჩვენ საზოგადოებაში არა მხოლოდ კომენტულ ამ შემთხვევაში ამ რაღაც სხვა შემთხვევაში დაკარგულია რამე შეიძლება ნორმალური დისკუსიის იმიტომ რომ არც ერთი საკითხი საერთოდ არც საკითხია არც ხელისუფლების მხრიდან არც ოპოზიციის რაღაც დიდი ნაწილისგან არანაირ დისკუსიას არ ექვემდებარება უბრალოდ ელემენტარული კითხვებია მაგრამ შორს რო წავიდეთ ერთი თვის წინ მშვიდობიანი დამხობა ტარდებოდა ასე ვთქვი და კითხვა არავინ არ დასვა საერთოდ რაუბედურება იყო ის და ის ხალხი რომელიც ამოდა ყველაფერს მოყვება არაფერს ელაპარაკობენ როგორ არ უნდა დაეჯერო რომ ქოსების მოსყიდვა მიღალატესო ხო და როგორ აქამდე სიტყვა ერთი სახელი მაინც არ დაასახელეს და ყველა თუ როგორც ამბობ თქვენ ქართულ ოცნებასთანაა გარიგებული აბა ამ ხალხს მე არ მოვიტყვი რომ ყველა უბრალოდ მე სხვა რაღაც მაღელებს იმიტომ რომ მე არ მოვიტყვი რომ ყველა უბრალოდ ჩემთვის ზოგჯერ დაუჯერებელი ასეთი არაადეკვატურობის მასშტაბი დაუჯერებელი თუ დაბალ არ ვიცი კლასთან გვაქვს საქმე პოლიტიკურ კლასთან რაღაცა მიდრეკილია ასე ვთქვათ ოპოზიციის კონტროლისკენ ეს ზოგადად არ მარტო ქართულოსნების რაღაც დამახასიათებელი ყველა ხელისუფლება ასე აკეთებს ყველა ამას კონტროლი რა შეჭირდება რომ საქალაქო სასამართლოში რომ ადამიანმა არ დაფიქრდეს გაუჩენ ეს რომ კარგი არის ოპოზიციის ამას არც ერთი ახსნა მე რა ვიცი ვიღაცას თუ აქვს წესიერი ახსნა ამას თქვას მე არ მაქვს ახსნა მე ხო გითხარით არ ვიცი მეთქი მე არ მჯერა უბრალოდ ადამიანი ნორმალ მდგომარეობაში იმყოფება და ადამიანი რომელიც ორი კვირის წინ სამი კვირის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას
ხელისუფლებას და არჩევნების ზედა არ გვინდა უძალადობა რაღაცა რეგულაცია ანუ უბრალოდ აი რაღაც უნდა დაიმართოს ან დათვრეს ძალიან რომ რაღაც ანუ სილამაზით ყვებიან აი თუნდაც მამუკა მდინარაძესთან რაც მოხდა პარლამენტში როდესაც მიეპარა და დაარტყა აი ამასაც ისეთი სენტიმენტები ყვებიან რომ ისეთი სილამაზით ყვებიან რა გამართლება საერთოდ ძალადობას ხარ მაშინ მდინარაძესთან დაარტყა იყო ქართული ოცნება იმიტომ რომ ყველა კვლევებით ალეკოლისაშვილის ამორჩევლის მეორე არჩევანი იყო ქართული ოცნება ანუ უდიდეს ნაწილი მისი ამორჩევლის რაღაც პროცენტ ნახევართ რაღაც ქონდა მომენტში. იქაც ესე არ მიეპარა. მეორე მხარეს მეორე არჩევანი იყო ქართული ოცნება. და ალეკოლისაშვილმა ყველაფერი გააკეთა ფაქტობრივად რომ თავისი ამორჩეული ეჩუქებინა ქართული ოცნების. აი ღიად ნაცური პოზიცია დაიკავა მიშასთან რაღაც დამეგობრება დაიწყო, ნაცებთან გაერთიანება მოუნდა მირეკილილოს შევიდა, მაგრამ თავიდან ნაცებში აპირებდა და აი ფაქტობრივად ღიად დაკარგა თავისი 1% ნახევარი და აჩუქა ქართულ ოცნებას. ეს ერთადერთი ჯგუფი ვისაც სარგებელი მოუტანა მის მაქცევამ იყო ქართული ოცნება. ამიტომაც გონია ხოლმე რომ რაღაც შეთანხმებული ამბავი ახლა მე არ ვიცი შეიძლება მართლა ბატონი ბიძინა ძალიან ცუდი დამსაქმებელია და ასეთ რაღაცებს აკეთებინებს ადამიანებს არ ვიცი ან შეიძლება უბრალოდ გადაირია ალეკო მაგრამ არც ერთი ლოგიკური ახსნა ამას არ გააჩნია. შეხედეთ სასამართლოზეც იქაც იმ პარლამენტის კომიტეტის ხდომაზეც იქაც ესე მიპარვით მოხდა აქაც ესე რაღაცა პარალელების გაბმა არ შეგვიძლია ამასთან? მე არ ვიცი როგორ გითხრათ, მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობს რაღაცა ქიმიური იარაღი, აგრა ალეკოს რაქმედება, მშვიდობიანი დამხობა, რა ვიცი, deep state-ი, გეები გვიტევენ, რა თემაც არ არის, რომელ მხარესაც არ უნდა იყოს ეს. არც ერთი თემა არ არის გარჩეული. არც ერთი მხრიდან. ხო და სანამ ეს გაგრძელდება, სანამ ეს დისკუსია გაგრძელდება, არ დაიწყება უბრალოდ და სანამ ასეთი ლაპარაკზე უარის თქმა გაგრძელდება. მგონი არაფერი არ გამოვა. აზრი არ აქვს, ხვდებით რომ რაღაც მოთხოვნა თვითონ, მოთხოვნა, რაზეც თქვა 28-შიც იყო ახლა შეკრებილი საზოგადოება. თუ შევადარეთ იმ პროცესებს, რაც ქუჩაში ხდებოდა, იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე მედია საშუალება მოუწოდებდა ყველა პოლიტიკური პარტია თითქმის რომ გამბრძანდით რუსთაველის გამზირზე აღარ იყო ის ამბავი რაც გასული წლის აქციებზე იყო ეს ხო ფაქტი არის იმიტომ რომ ხალხს კოცები კრიბავენ გაგებით რომ თავისი ცუდი ქმედებებით აბრაზებენ ხალხს თორე როგორც კი ჩაერევა ხელი NGO-ს წარმომადგენლების თუ ის რა ქვია ჩემი კოლეგა ოპოზიციონერების თუ შეიძლება ასე დავარქვა უსმა ყველაფერი იშლება პროფესიონალი დამშლელები არიან მიტინგების ჩვენ ამას დიდი ხანია ლაპარაკობთ ეს ნიშნავს იმას რომ შეიძლება ხელისუფლებაზე გაბრაზდეს ადამიანი მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეს ოპოზიცია ხო მიდის და იქ ისეთი ხალხი ხდება ისეთი არადეკვატურობა ხდება მაიკერებ შორს ვარ წავიდეთ ერთმანეთს ჭამენ ანუ ხან მიშას პლაკატები არ მოეწონებათ, ხან ლელოს გააგდებენ, კაი მე არ მოწონან, არ მოწონვარ, მე ხო არ მაქვს პრეტენზია რომ მარშებით და იმით დავამარცხო, მგონია რომ არასტორია ბიზნეს ვერ დაამარცხებ მარშებით და ჯარიმების გადახდით, მაგრამ ნუ აი ვის ამბობს რომ ესა კარგი არისო, ჯარიმები გადაიხადეთო და რა ვიცი, სტრატეგიაზე ვერ დადოყოფილმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. ვინც ამბობს ისინიც ხო ერთმანეთს ჭამენ, ხვდებით? ამიტომაც არის რომ ეს რომ ერთჯერადი ამბავი არის, როცა ხანგრძლივია, წლები გრძელდება, როცა ამას არანაირი ახსნა არ აქვს, ხოლო ერთი ლოგიკური არგუმენტი ჩდება, რომ ალბათ ვიღაც ამაში ფულს იხდის. ანუ როგორ დავიჯერო რომ ადამიანები რომელიც ამას ხედავენ, ხელისუფლება ამბობს რომ ამ ფულს გარე ფულია შემოდის და ამას მაშინ დასაქმებელი გაყრიდა სამსახურიდან. ანუ ესენი რომ კოცების ბრძოლა იყოს დაკვეთა, კოცებთან მაშინ გაყრდნენ ამათ. ცუდი თანამშრომლები არიან. თუ კოცების ხელშეუხლება ცუდი თანამშრომლები რა, თუ ხალხს არ უნდიხარ, რა ფულს გინდა დახარჯო. ყველაფერს ხალხს არ უნდა თუ უნიჭო მსახიობებიც ხო არიან თეატრებში. კი, მაგრამ ვინ გადაიხდის ამ უნიჭო მსახიობებში მილიონებს? კოცები გადაიხდიან, იმიტომ რომ მათ აწყობთ და ვიღაც ევროპელმა რო გადაიხადოს, რატომ? ვინ არის ეს ფილანთროპი რომ კოცებს ეხმარებოდეს უნიჭო მსახიობების დაფინანსებაში? აი ამ აქციებზე ვინც დგას ყველას ოცნებასთან ახლა ნიკა გვარამი 40 მილიონი იშოვა წინა საარჩევნო წინა წელს. დიახ. 40 მილიონი ქართული ოცნების პირობებში იშოვა ფიქტიური ჩარიცხვებით და კითხავარის არ გაუშვდეს, ამაზე პასუხი არსებობს. აი უბრალოდ ფაქტად ვიცით შორს ვარ წავიდეთ, აგებ ნიკა გვარამი არსებობს, მისი პარტია არსებობს, რადიკალები ძალიან ფულია ამას ვისმენთ. რატომ კოცებმა რატომ არ დაბლოკეს? როცა უმშევარი ადამიანი და პენსიონერი 60,000 არ რატომ პარტიულ დაფინანსებას სულ გამჭვირვალეა. 60,000 რომ უმშევარი ადამიანი ჩარიცხავს პარტიის ანგარიშზე და რო არავის კითხვები არ უჩნდება. როცა ანტიკორუფციის ფული რო ყოფილიყო გამორიცხავთ. ქართულსება ხო დაბლოკავდა თუ ეს მართლა მას წინააღმდეგ არის. როგორ დაბლოკავდა? შეულებრივად, მაგალითად, როცა ჩემი შვილის ბარათს რაღაც 1 ლარით ზედმეტია რაღაც მითითებული არასტორია, იმაზეც კი გვაჯარიმებდა და დაკითხვაზე გვეძახიან ზოგჯერ. და 21 წლის არჩევნების შემდეგ მე და იაგო 4 საათი დაკითხვაზე ვიყავით, რაღაც პარტიის ფინანსებს არ ყვებდნენ. როცა საჭიროა, აბა გამოიძახეთ, ვინც ასე იქნება, უცხო შეწყდება ესეთი დაფინანსება. ანუ თქვენ რას ფიქრობთ, რომ დასავლეთიდან თუ ევროპიდან
რასაც ქართული ოცნება ამბობს, რომ ანტი-სამთავრობო მიტინგებისთვის თუ რუსთაველის გამზირზე არეულობისთვის შემოდიოდა თანხები, ეს ტყუილი არის და არაფერი ფული არ შემოდიოდა. არა, იქ შეიძლება შემოდიოდეს, მაგრამ შენ ხო არ ვარ, რომ ყველა მოსყიდულია და ყველაფერი ასე ხდება, მაგრამ შენ ხო რომ სიტუაცია გააფუჭო, არიო საკმარისია რამდენიმე საკვანძო ადამიანი მოისყიდო და დახედეთ გვარამია მიყო, რომელიც გაანადგურა ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური ტელევიზია. თავისივე შექმნილი, მაგრამ გაანადგურა, დახურა. იქ მას სხვათა შორის ფულის თქვა მოპარვაში თუ გახარვაში თვითონ თავისი ტელევიზია დახურა. მისი ხელფასი საკმარისი იქნებოდა ტელევიზიას მუშაობა გაეგრძელებინა. გაანადგურა ყოველთვის. დაშალა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია. არ შეიყვანა პარლამენტში არც ერთი ოპოზიციონერი მის ინიციატივით პირველი გამოვარდა ყველა ფეხს ითრევდა და არავის არ უნდოდა გვარამიამ აიძულა ფაქტობრივად ეს არ მიიყვანა არჩევნებში და დააკარგვინა ფაქტურად ყველა საკრებულოს მანდატები და კონსერვს მოაგებინა თავისუფლად არჩევნები მართლაც ოპოზიციურ განწყობილ ქალაქებში თქვენ ხო იყავით თავის დროზე მაშინ ასე რომ თქვა მისი ტყვე როცა არ შედიოდით გასული წლის არჩევნებში მე კი შეხვედით მაგრამ თავის დროზე კომპლექსით არ ვიყავით იმიტომ რატო შედიოდით გახარია იყო თქვენი დირექტორი მაშინ რატო შედიოდით მთელი ამბავი იმით იმიტომ გვებზიან მთელი ოპოზიცია და ხანქოსებს თავის დროზე არ შეხვედით მე კი შეხვედით მაგრამ თავიდან თქვენ რაღაც პროცესი არის მაგრამ რამდენიმე კვირა გრძელდებოდა ეს ხდებით რამდენიმე კვირა იმიტომ რომ უკვე დეკემბერის ჩვენ მივხვდით რომ არასწორი თამაშია მტკიცებულება რომ გავირკვიეთ რა მოხდა და ვის შეყვა თამაში ნუ ვის შეყვა მაგრამ რაც არ უნდა ხდებოდა შეიძლება 1-2 კვირა რაღაცა იცოდე არ იცოდე გაერკვიო და მეორე როცა წლები ამას აკეთებ. ხო და მტკიცებულება ფაქტად ვიცით 40 მილიონი ადამიანი დახარჯა წინა საარჩევნო ბიზნეს ივანიშვილის წინააღმდეგ და კონცეპტს არანაირი პრობლემა არ შეუქმნეს. ამაზე სამ კითხვა არ იქნება ვერავინ ვერ დამარწმუნდა გვარამია ოპოზიციონერია. მე მგონი კონცეპტა შეთანხმებულია და თუ ამას ასე შეხედავთ, მაშინ დანარჩენიც უფრო დაალაგებულად გამოჩნდება. მადლობა რომ მოდით.